გამარჯობა, აქ Mr. Resumen. დღეს მე ავხსნი დრამისა და თრილერის ფილმს, სახელად La piel que habito. წინ სპოილერებია. ყურადღება, ფრთხილად იყავით. ფილმი იწყება ქალით, სახელად ვერა, რომელიც მთავარი პერსონაჟის რობერტ ლედგარდის მიერ მის სახლში ტყვეობაში ყავთ დაჭერილი. ირკვევა, რომ რობერტ პლასტიკური ქირურგია, რომელსაც სურს შექმნას დამწვრობისადმი მდგრადი ხელოვნური კანი, რომელსაც ასევე შეუძლია მწერების ნაკბენებისგან დაცვა. ერთ ღამეს ჩანს, როგორც წარადგენს რობერტ თავის თეორიებს სამედიცინო კონფერენციაზე და ის სხვა მეცნიერებს მოუწოდებს მასთან ერთად ჩაერთონ კვლევაში. შეხვედრის შემდეგ რობერტ სახლში ბრუნდება და გზაში საავადმყოფოდან წამოღებულ ცხოველის სისხლის ნიმუშს აანალიზებს. ცოტა ხანში რობერტ თავის ოთახში მიდის და საწოლთან მდებარე ეკრანზე ვერას აკვირდება. მას გარკვეული ხნის განმავლობაში ყურადღებით დაკვირვების შემდეგ მიდის რომ ნახოს როგორ არის. მის ოთახში შესვლისას გაოცებით აღმოაჩენს რომ მან თავის მოკლა სცადა. ის მაშინვე თავის ლაბორატორიაში მიყავს და ჭრილობებს უმუშავებს. გონს მოსვლის შემდეგ ვერა მას ეკითხება კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს, მაგრამ ექიმი არ პასუხობს. ეს მიანიშნებს რომ რობერტ მას წლების განმავლობაში ტყვედ ყავდა, რათა მასზე ექსპერიმენტები ჩაეტარებინა. რობერტ იზოლირებულ ვილაში ცხოვრობს თავის მოახლე მარილიასთან და რამდენიმე მსახურთან ერთად. მარილია საქმის კურსშია რობერტ ის კვლევებისა და ვერას ტყვეობის შესახებ. სინამდვილეში მარილია უკვე დიდი ხანია ამ სასახლეს უვლის. საუზმის დროს მარილია რობერტს ერთ გალონ სისხლს აწვდის, თან ატყობინებს რომ ის ცოცხალი ცხოველიდან არის ამოღებული. ამის შემდეგ რობერტ სისხლს თავის ლაბორატორიაში მიაქვს და მასზე რამდენიმე ექსპერიმენტს ატარებს. თავის ლაბორატორიაში მას კვლევისთვის უამრავი მწერი ჰყავს სხვადასხვა სისხლის ნიმუშში. შემდეგ კულტურიდან ხელოვნურ კანს იღებს და ფრთხილად ადებს უთავო მოდელს. ამის შემდეგ ის მოდელიდან კანს გადანერგავს და ბოლოს ვერასთან მიდის, რათა მასაც გადაუნერგოს. დამწვრობასა და კოღოებზე მრავალჯერადი ტესტების შემდეგ ის ასკვნის, რომ კანი კოღოებისა და ცეცხლის მიმართ მდგრადია. შემდეგ სცენაში რობერტ კონფერენციას ესწრება, სადაც აცხადებს, რომ შეძლო დამწვრობისა და მწერებისადმი მდგრადი ხელოვნური კანის გაზრდა, სახელად JL. ასევე ამბობს, რომ მისი გამოგონება მალარიის სრულ აღმოფხვრას შეუწყობს ხელს. ის ასევე ამატებს, რომ ექსპერიმენტმა ლაბორატორიულ თაღზე იმუშავა და ყველას პირდება, რომ ადამიანებზეც იმუშავებს. პრეზენტაციის შემდეგ მთავარი მეცნიერი რობერტს ეკითხება კანის სახელწოდება GAL-ისა და მისი შექმნის მეთოდზე, რაზეც რობერტი პასუხობს, რომ ეს მისი გარდაცვლილი მეუღლის სახელია, რომელიც სასტიკად დაიწვა. რობერტ ასევე ეუბნება მეცნიერს, რომ კანის უფრო მტკიცე და კოღოებისადმი მდგრადი გასახდელად ღორის უჯრედების გენები ადამიანის უჯრედებთან გააერთიანა, თუმცა ეს პრაქტიკა უკანონოა. რობერტის სიტყვების გაგონებისას მთავარი მეცნიერი მას დაუყოვნებლივ უბრძანებს, შეწყვიტოს კვლევა და ემუქრება, რომ თუ არ დაემორჩილება საბჭოსთან დაასმენს. იმავე ღამით მოგვიანებით რობერტ სახლში ბრუნდება და მონიტორთან მიდის, რათა ვერა ნახოს. შემდეგ მის ოთახში შედის და ატყობინებს, რომ მასზე ექსპერიმენტები დაასრულა. რადგან იცის, რომ სამუშაო აღარ არის, ვერა რობერტს თავის მომავალზე ეკითხება, მაგრამ ექიმი ჩუმად რჩება. ამის შემდეგ ის მას თავაზობს, რომ დაქორწინდნენ და ერთად იცხოვრონ, რამაც ის აშინებს და ოთახიდან მაშინვე გადის. მოგვიანებით მარილია რობერტს ურჩევს, რაც შეიძლება მალე მოიშოროს ვერა, რადგან ფიქრობს, რომ მისი მსგავსება მის გარდაცვლილ ცოლთან მომავალში გართულებებს შექმნის. თუმცა რობერტ ეუბნება, რომ არ ჩქარობს და სთხოვს ყველა დამხმარე მსახური გაუშვას, რათა ვერა უფრო დიდხანს დამალოს. მეორე დღეს, როცა მსახურები მიდიან, კართან ვეფხვივით ჩაცმული კაცი მოდის. ის მარილიას უმხელს, რომ მისი შვილი ზეკა, რომელიც 10 წელი არ უნახავს. ღელვებული. ის თხოვს შიგნით შემოვიდეს და საჭმელს თავაზობს, თუმცა სანამ ზეკა ჭამს. ტელევიზორში ბანკის ძარცვის ამბავი ჩნდება. ამ ამბის წყალობით მარილია აღმოაჩენს, რომ ზეკა გაქცეული მძარცველებიდან ერთ-ერთია. როცა მარილია ამის გამო მას უპირისპირდება, ის ამას მშვიდად აღიარებს და სანაცვლოდ თავის თანამზრახველს ადანაშაულებს, რომ დახურული წრის კამერა არ გამორთო. ამის შემდეგ მარილიას არწმუნებს, რომ რამდენიმე დღე დარჩენის ნება დართოს. სწორედ იმ მომენტში ზეკა სათვალთვალო კამერაში ვერას ხედავს და მისი სილამაზით გაოცებული რჩება. ის დედას ეკითხება, სად არის ვერა, მაგრამ ის არაფრის თქმაზე უარს ამბობს. მას შემდეგ, რაც დედა ვერას ადგილსამყოფლის გამხელაზე უარს ამბობს, ის სკამზე აბამს და ვერას ძებნას იწყებს. ბოლოს მის ოთახს პოულობს და კარის გატეხვას იწყებს. თუმცა ამ პროცესში ზეკა ამბობს, რომ გაოცებულია მისი ცოცხლად ნახვით. ირკვევა, რომ ვერა ზუსტად გავს რობერტის გარდაცვლილ ცოლს. გალს. სწორედ იმ მომენტში რობერტ სასახლეში ბრუნდება, აღმოაჩენს სკამზე დაბმულ მარილია და ეკრანის გავლით ზეკასა და ვერას ხედავს.
განრისხებული ის ოთახისკენ გარბის, ზეკას ესვრის და ვერას მკლავებში იტაცებს. ცოტა ხნის შემდეგ, როცა მარილია სისხლით მოთხრულ საწოლს წმენს, ვერას ატყობინებს, რომ ზეკა და რობერტ ძმები იყვნენ, თუმცა ეს ფაქტი არავინ იცოდა. ის ამატებს, რომ ზეკა მისი თანამშრომლისგან ჩაისახა, მაშინ როცა რობერტ ბატონი ლედგარდის შვილია, რომლის დაქვემდებარებაშიც ის ადრე მუშაობდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ის რობერტის ბიოლოგიური დედაა, თუმცა მას ამის შესახებ წარმოდგენაც არ აქვს. მის შემდეგ, ვერა მარილიას ეკითხება, რატომ იქცეოდა ზეკა ისე, თითქოს მას იცნობდა. მარილია პასუხობს, რომ მან ის რობერტის ცოლში, გალში აერია, რომელიც ზუსტად მას გავდა. მარილია აგრძელებს და ამბობს, რომ რობერტსა და ზეკას სრულიად განსხვავებული ბავშვობა ჰქონდათ. რობერტ პრივილეგირებულ ოჯახში გაიზარდა და ექიმი გახდა, მაშინ როცა ზეკა ქუჩებში დამნაშავედ გაიზარდა. ის ასევე ატყობინებს ვერასა, რომ რობერტსა და მის ცოლს გალს ჰყავდათ ქალიშვილი სახელად ნორმა და ოჯახი ბედნიერი იყო. თუმცა ყველაფერი ერთ დღეს შეიცვალა, როცა ზეკა მათ სახლში მივიდა და მარილია მას შენობაში დარჩენის ნება დართო. როცა ზეკა გალს შეხვდა, მათ ერთმანეთი მაშინვე შეუყვარდათ. ისინი სახლიდან მანქანით გაიქცნენ, მაგრამ გზის შუაში ავარიაში მოყვნენ. ზეკა ცეცხლმოკიდებული მანქანიდან გაიქცა, გალ კი იქ დატოვა. თუმცა რობერტმა ის იპოვა, ის ძლივს ცოცხალი იყო და სახე დამახინჯებული ჰქონდა. რობერტმა სდღე და ღამე ულიდა, სახლიდან ყველა სარკეც კი მოაშორა, რომ საკუთარი თავისთვის არ შეეხედა. დროთა განმავლობაში ის კარგად გამოჯამრთელდა, მაგრამ მისი სახის აღდგენა ვეღარ მოხერხდა. ერთ დღეს გალ ფანჯრიდან ეზოში მოთამაშე თავის ქალიშვილს უყურებდა, თუმცა შემთხვევით თავისი სახე ფანჯრის მინაში დაინახა და ცხოვრებისთვის დარჩენილი მთელი იმედი საბოლოოდ დაემსხვრა. ცოტა ხანში ფანჯრიდან გადახტა და საკუთარ სიცოცხლეს წერტილი დაუსვა. მისი სხეული ნორმას თვალწინ დაეცა, რამაც ის მთელი ცხოვრების განმავლობაში ტრაუმირებული დატოვა. მარილია შემდეგ ეუბნება, რომ ნორმამაც ფანჯრიდან გადახტომით მოიკლა თავი. იმავე ღამით მოგვიანებით ვერა და რობერტს სიყვარულობენ, თუმცა ვერა ამბობს, რომ იმ კაცმა ადრე ძალიან ატკინა, ამიტომ ექიმი ჩერდება. ორივე ერთმანეთს ეხუტება და მალე იძინებს. ძილის დროს რობერტს თავისი ქალიშვილის სიკვდილი ესიზმრება. შემდეგ სცენაში ფილმი 6 წლით უკან ბრუნდება, როცა ნორმა დედის სიკვდილის ტრაუმისგან გამოდიოდა. ხამეს რობერტ და ნორმა დიდ წვეულებაზე მიდიან და ცოტა ხანში მას შემდეგ რაც ისი დუმალად ქრება, რობერტ მის საძებნელად მიდის. ძებნის დროს ერთი ტიპი მის წინ ძალიან სწრაფად გაივლის. მოგვიანებით ის ნორმას ხის ღეროსთან უგონოდ დაგდებულს პოულობს. თუმცა რობერტ ნორმას აღვიძებს, ის ისე ყვირის, თითქოს მასზე ეძალადნენ. ამის შემდეგ რობერტ მოულოდნელად იღვიძებს და აღმოაჩენს, რომ ოფლშია გაწურული. იმავე დროს ნორმას ესიზმრება ბიჭი, სახელად ვისენტე, რომელიც დედამისის ბუტიკში მუშაობს. ვისენტე შეყვარებულია კრისტინაზე, რომელიც იმავე მაღაზიაში მუშაობს და ირკვევა, რომ ლესბოსელია. შემდეგ ისიც მიდის იმავე წვეულებაზე, რომელიც რობერტმა თავის ხილვაში ნახა. ცოტა ხანში ნორმა და ვისენტე ერთმანეთთან კარგად ეწყობიან და ვისენტეს მეგობრებთან ერთად გარეთ გადიან. ბაღში შესვლის შემდეგ ისინი სიყვარულობენ. ამის დროს ნორმას პანიკის შეტევა ეწყება და ყვირილს იწყებს. როცა ის მის შეჩერებას ცდილობს, გოგონა ხელებზე კბენს, შემდეგ კი ის სახეში ურტყამს, რის შედეგადაც გონებას კარგავს. მის შემდეგ ვისენტე თავის მოტოციკლეთზე მიდის, მას შემდეგ რაც ტანსაცმელს უსწორებს და იმავე მდგომარეობაში ტოვებს, როგორშიც რობერტმა იპოვა. შემთხვევიდან ერთი კვირის შემდეგ ვისენტე თავის მოტოციკლეთით სასეირნოდ გადის, მაგრამ მალე მას რობერტ აედევნება, რომელიც მასზე შურის ძიების შანსს ეძებდა. ტყეში დევნის შემდეგ რობერტ ვისენტეს მოტოციკლეთს ამტვრევს. მას სარდაფის სათავსოში იტაცებს და ჯაჭვით შებორტილს ამყოფებს. ამის შემდეგ პოლიციის თანამშრომელი ვისენტეს დედას ატყობინებს, რომ მისი შვილის დამტვრეული მოტოციკლეთი კლდეზე იპოვეს. ის ასევე ამატებს, რომ ვისენტე შეიძლება კლდიდან გადავარდა და ზღვამ გაიტაცა. თუმცა მისი დედა ამაზე დაჯერებას უარყოფს და ამტკიცებს, რომ მისი შვილი ჯერ კიდევ ცოცხალია. მეორე დღეს რობერტ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მიდის თავისი ქალიშვილის, ნორმას სანახავად, მაგრამ ის უარს ამბობს მიიღოს, რომ ის მისი მამაა და კანადაში იკეტება. მას ყველა კაცი შიში განუვითარდა და მხოლოდ მედდებთან თანამშრომლობს. სხვა ადგილას რობერტ ვისენტეს აწამებდა, ჯაჭვით დაბმულს ამყოფებდა და საჭმელსა და წყალს არ აძლევდა. ერთ დღეს რობერტ სარდაფში შედის, ვისენტეს ასუფთავებს და უკეთეს ადგილზე გადაყვანის შემდეგ საჭმელს აძლევს. რამდენიმე დღის შემდეგ ნორმა გარდაიცვალა. დარდის გასახარებლად რობერტმა ვისენტე მოამზადა და საოპერაციოში ექსპერიმენტის ჩასატარებლად წაიყვანა.
ის ასევე სხვა ექიმებს იწვევს და ქმნის ხალხთანხმობის განცხადებას, რათა ვისენტეს ვაგინოპლასტიკა გაუკეთოს. აქ ვიგებთ, რომ რობერტ ვისენტეს ქალად გადაქცევას გეგმავს. ექიმები მას წარმატებით უკეთებენ ოპერაციას და ქალად აქცევენ. ოპერაციის შემდეგ ვისენტე იღვიძებს და აღმოაჩენს, რომ უკვე აღარ არის კაცი, რის გამოც მაშინვე შიშდება. მოგვიანებით, როცა ვისენტე საკუთარ თავს სარკეში ათვალიერებს, რობერტ მოდის და ახლად ოპერირებული საშოსთვის სამედიცინო დილატატორებს აძლევს. გარდა ამისა, რობერტ მას რეგულარულად ამოწმებს და სრულად გამოჯანმრთელებაში ეხმარება. ამ პროცესში რობერტ ამხელს, რომ ვისენტე თავისი ქალიშვილის მიმართ ჩადენილი ცოდვილი საქციელის გამო გაიტაცა. სხვა გამოსავლის გარეშე, ვისენტე ყველაფერს აკეთებს, რასაც რობერტ უბრძანებს, იმ იმედით, რომ ერთ დღეს გაუშვებს. წლები გავიდა და ვისენტე ვერადე იქცა. ახლა ვისენტე სწორედ ის ვერა ა, რომელსაც ფილმის დასაწყისიდან ხედავდით. შემდეგ სცენაში ვისენტე გამოჯანმრთელების შემდეგ გაქცევას ცდილობს, მაგრამ როცა რობერტ მას სახლში კეტავს, ის თავის მოკვლას ცდილობს. თუმცა, რობერტ მაშინვე თავის ლაბორატორიაში მიყავს და გადაარჩენს. სანამ ჭრილობებს უკერავს, მას ვერას უწოდებს და ამბობს, რომ ამ მომენტიდან ეს მისი ახალი სახელი იქნება. შემდეგ მას სპეციალურ ოთახში კეტავს, სადაც ვერა დროს მარტო ატარებს, ტელევიზორს უყურებს და იოგას ვარჯიშობს. ის ხვდება, რომ მომვლელი სჭირდება, ამიტომ რობერტ შემდეგ მარილიას იწვევს, რომელსაც წლების განმავლობაში სახლში აღარ უმუშავია. როცა ის ადგილზე მიდის, ეუბნება, რომ კარი არ გააღოს და თუ რამე ცუდად წავა, მას დაურეკოს. ფილმი კვლავ აწმყოში გვაბრუნებს, სადაც მარილიას არ მოსწონს, რომ ვერა სახლში დაძრწის. რობერტ ვერას მარილიასთან ერთად საყიდლებზეც კი უშვებს. მარილია რობერტს აფრთხილებს, რომ მისი თავისუფლად გაშვება ცუდ შედეგებს გამოიწვევს, მაგრამ ის მის სიტყვებს სერიოზულად არ იღებს. იმავე დღის მოგვიანებით, რობერტის კოლეგა მის სახლში მოდის, რათა ვისენტე ფოტოთი გაზეთი აჩვენოს. ის იხსენებს, რომ მას ვაგინოპლასტიკა გაუკეთა და რობერტს ადანაშაულებს, რომ ვისენტეს თანხმობასთან დაკავშირებით მოატყუა. სწორედ იმ მომენტში ვერა ადგილზე მოდის და რობერტს იცავს, ამბობს, რომ ოპერაციაზე თანხმობა თავად მისცა, რადგან ლედით ყოფნა სურდა. კოლეგა იქიდან მიდის და რობერტ ვერას მადლობას უხდის, რომ იგი უსაფრთხოდ შეინარჩუნა. იმავე ღამით, როცა ორივე საწოლში სიყვარულობს, ვერა ქვემოთ ჩადის და ამბობს, რომ საფუხი კრემი მოიტანა. თუმცა როგორც ჩანს, სხვა განზრახვებიც აქვს, რადგან უჯრიდან პისტოლეტს იღებს და ჩანთაში დებს. ზემოთ ასვლამდე ის ეფერება თავისი წარსულის ფოტოს, როცა ვისენტე იყო. ოთახში მისვლისას ვერა პისტოლეტს რობერტს უმიზნებს, რომელიც მისი არაპროგნოზირებადი ქმედებით გაოგნებული რჩება. შემდეგ უღიარებს, რომ მოატყუა, როცა უთხრა, რომ შეუყვარდა და ესვრის, სანამ არ მოკლავს. ქვედა სართულზე მარილია გასროლის ხმას იგებს და მის ოთახში მიდის, მაგრამ მასაც რობერტის ბედი ეწევა. მეორე დღეს ვერა დედამისის ბუტიკში მიდის, სადაც კრისტინა ემსახურება. მაღაზიაში გავლის შემდეგ ვერა თავის ისტორიას კრისტინას უმხელს, რომელიც ამის მოსმენის შემდეგ ტირილს იწყებს. ამის შემდეგ ვერა კრისტინას წინ აჩვენებს, რომ ვისენტეია 6 წლის წინანდელი თავისი კაბის ჩვენებით. ფილმი მაშინ სრულდება, როცა ვერა დედას ელაპარაკება და ეუბნება, რომ მისი შვილი ვისენტეია და აი ასე სრულდება ეს უძლიერესი ფილმი. გამოიწერე, რომ ნახო კიდევ მეტი ასეთი ვიდეო, ჩართე შეტყობინებები და დატოვე ლაიქი, რომ არხს დაეხმარო. ყურებისთვის მადლობა.